კომპანია მეტაში აცხადებენ, რომ ამჟამად მუშაობენ AI generated, ანუ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დამუშავებული გამოსახულებების იდენტიფიცირებაზე, რომელიც ვრცელდება Facebook-ზე, Instagram-ზე და ასევე კომპანია მეტას ახალ სოციალურ ქსელში Threads-ზე. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომლის წინაშეც წარსდგა ხელოვნური ინტელექტი და ასევე კომპანია მეტა, რადგან სწორდაც რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება მსგავსი გამოსახულებები, განსაკუთრებით კი ეს პრობლემა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და არსებობს სერიოზული საშიშროება, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გავრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია. აღსანიშნავია ის, რომ კომპანია მეტა უკვე სპეციალურ მარკირებას უკეთებს ისეთ გამოსახულებებს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ამზადებენ, თუმცა იყენებენ თვითონ კომპანია მეტას ინსტრუმენტებს ამისათვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი და სწორედ ამიტომაც კომპანია მეტაში გადაწყვიტეს, რომ სხვა რესურსების მიერ დამზადებული გამოსახულებებიც ასევე იყოს სპეციალურად მონიშნული, როგორც ვკითხულობთ საინფორმაციო ბლოგში AI info, ასე დაეწერება გამოსახულებებს, რომელიც იქნება დამზადებული ხელოვნური ინტელექტის მიერ, იქნება ეს Google, OpenAI, თუ ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული AI generated პლატფორმა Midjourney. ზუსტად თარიღით, როდის ამუშავდება ეს სისტემა, უცნობი არის, თუმცა როგორც აღნიშნავენ საინფორმაციო ბლოგში, ეს მოხდება ძალიან მალე, რადგან კომპანია მეტა თანამშრომლობს იმ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომელიც ამზადებს ხელოვნურ ინტელექტს. საუბარი არის რაღაც კონკრეტულ საერთო მეტადატას შექმნაზე, რათა მეტას სისტემებმა აღმოაჩინონ და ამოიცნონ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დამზადებული გამოსახულებები. აღსანიშნავია ის, რომ სულ რაღაც ერთი დღის წინ კომპანია მეტას სამეთვალყურეო საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მეტა ძალიან კონცენტრირებული არის ხელოვნურ ინტელექტზე და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დამზადებულ გამოსახულებებზე, რათა გავრცელდეს დეზინფორმაცია, თუმცა საჭიროა, რომ მათ ასევე ყურადღება მიაქციონ სხვა რესურსებსაც, რომლითაც ასევე ავრცელებენ სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში.